ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპი ჩვენ შეხვედრებს საინტერესოს ხდის. ციფრული დაიჯესტის მორიგი საინტერესო სიახლეების გასაცნობად ჩვენ მზად ვართ. იმედია თქვენს. გამარჯობა. სარეკლამო და მარკეტინგული ომი კომპანიებს შორის ხანდახან ისე მწვავდება, რომ ისეთ აბსურდამდე დადის, როგორცაც ახლა გიჩვენებთ. თუმცა ეს რგოლი Samsung-ის ფანებისთვის სულაც არ იქნება აბსურდი, ხოლო Apple-ის ფანებს შესაძლოა უფრო მწვავე შეფასებებით წამოსცდეთ. თქვენ ახლაც მოხდავთ თქვენს iPhone-ს. ჩვენ უკვე ვიყენებთ Samsung Galaxy S5-ს. ეს ლოზუნგი შეგვიძლია მივანიჭოთ Samsung-ის ახალ პრომო რგოლს. მოკლე ვიდეო ახდენს დემონსტრაციას თუ როგორ არის შეწუხებული ამ პრობლემით აეროპორტის ადმინისტრაცია. სანამ მგზავრები ელოდებიან რეისს, ისინი ახდენენ თავისუფალი ეგრეთ წოდებული შტეფცელის ოკუპაციას მოწყობილობის დამუხტვის მიზნით. ამ დროს კი Samsung-ის მფლობელები თავისუფლად გრძნობენ თავს, იმის გამო რომ მათ შეუძლიათ აერჩიონ პარამეტრებში სუპერ ეკონომიური რეჟიმი, რომლის მეშვეობით თითქმის დამჯდარი მოწყობილობა შეძლებს ხანგრძლივად იმუშაოს, ან მათ შეუძლიათ უბრალოდ გამოცვალონ ელემენტი, რადგან smartphone-ის უკანა პანელი იხსნება. რგოლი გამოვიდა საინტერესო და სახალისოც. ნახოთ საპასუხოდ რას მოიმოქმედებს Apple. Yep. Have a good one, man. Don't be a wall hugger. Sorry. Get ultra power saving mode and interchangeable battery on the Samsung Galaxy S5. The next big thing is here. მობილური ტექნოლოგიების მოყვარულებს მეორე და მესამე თაობა კარგად გეცნობათ. მალე ჩვენს ქვეყანაში დაიწყება მეოთხე თაობის სისტემის LTE-ის გამართვა, თუმცა მსოფლიო ტექნოლოგიური სამყარო მეხუთე თაობის შექმნაზე უკვე ალაპარაკდა. სულ რაღაც თვენახევრის წინ ავსტრალიურმა კომპანია Telstra Corporation-მა გამართა LTE Advanced ტექნოლოგიის პრეზენტაცია, სადაც წარდგენილი იყო თანამედროვე მეოთხე თაობის ქსელების გამტარიანობის გაზრდის საშუალება 450 მეგაბიტამდე წამში. ახლა კი კორპორაცია Ericsson-მა განაცხადა, რომ მათ შეძლეს 10-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა, უკვე მეოთხე თაობის ქსელების ექსპერიმენტული გაშვების დროს. მეხუთე თაობის ქსელები მასიურ მოხმარებაში ჩაეშვება სავარაუდოდ 2020 წლისთვის. თეორიულად მათი მეშვეობით მობილური ინტერნეტის სისწრაფე მიაღწევს 20 გიგაბიტამდე წამში. Ericsson-მა პრეზენტაცია ჩაატარა ლაბორატორიულ პირობებში. მაჩვენებელი ამ დროისთვის არის 5 გიგაბიტი წამში. ამ სიჩქარეზე მაგალითად თქვენ შეძლებთ გადასცეთ 50 გიგაბაიტის მასალა დაახლოებით 80 წამში. გარდა მაღალი სიჩქარისა, მეხუთე თაობის ქსელი უზრუნველყოფს უფრო მაღალ უსაფრთხოების დონეს, დაბალ ენერგომოხმარებას და სტაბილურ კავშირს. ხშირად ტექნიკის განვითარება პირდაპირ გულისხმობს მისი ზომების შემცირებას. ჩვენი მორიგი ნიუსი პორტატული კომპიუტერების სამყაროდანაა. ცნობილ მინიატურულ კომპიუტერს Raspberry Pi-ს გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტი, რომელიც შეიქმნა კომპანია Solid Run-ში. იგი აწყობილია ARM Cortex-A9 პროცესორზე. მას აქვს ძალიან კომპაქტური გაბარიტები და მიმზიდველი ფასი. მისი სახელია Hummingbird. მისი ზომა უდრის თქვენ საკრედიტო ბარათს. პირველ რიგში მოწყობილობა გათვლილია ენთუზიასტებზე, ვისაც უყვარს ტექნიკა. კომპიუტერს შეუძლია იმუშაოს Android-ის ან Linux Ubuntu-s ოპერაციულ სისტემაზე. მისი დანარჩენი სპეციფიკაციები არის შემდეგი: 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, micro SD სლოტი, 2 USB და HDMI პორტები. უფრო მძლავრ მოდელს ბირთვების რაოდენობა გაზრდილი აქვს 2-ჯერ. ასევე გაზრდილია ოპერატიული მეხსიერების მოცულობაც. მათი ღირებულება იქნება $75-100. ჩვენი აზრით ეს ნივთი ნამდვილ ჭკვიან მოწყობილობად გადააქცევს თქვენს ტელევიზორს. Facebook-ის ფარულმა ექსპერიმენტებმა დიდი სკანდალი გამოიწვია. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსგავს ფარულ ექსპერიმენტებს ადამიანებზე? რამდენიმე წამში შევიტყობთ. ცნობილი გახდა, რომ 2 წლის წინ Facebook-მა ჩაატარა ექსპერიმენტი საკუთარ მომხმარებლებზე. Facebook-ი ახორციელებდა ეგრეთ წოდებული newsfeed-ის მანიპულირებას და იკვლევდა პუბლიკის რეაქციას. ამ ცნობამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილება ბუნებრივია, რადგან არანებაყოფლობით ექსპერიმენტში ჩართული იყო 700,000-მდე მომხმარებელი. ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ამ ფაქტის სასწრაფო გამოძიება მოითხოვა, რადგან თუ ვინმე ცდილობს ადამიანების აზრების მართვას, საჭიროა მათი დაცვა და უკანასკნელ შემთხვევაში მათი წინასწარ გაფრთხილება. Facebook-ის ექსპერიმენტით იკვლევდნენ, რამდენად მოქმედებს საინფორმაციო ლენტაზე არსებული შინაარსობრივი ფონი მომხმარებლის ქცევაზე. ფარულ ექსპერიმენტში ჩართული ადამიანები გაყვეს 2 კატეგორიად. ერთს აწვდიდნენ მეტწილად პოზიტიურ ამბებს, ხოლო მეორე კატეგორიას ძირითადად ნეგატიურ ფონს. როგორც აღმოჩნდა, ისინი ვის newsfeed-შიც მეტი ნეგატივი იყო, უმეტესწილად წერდნენ დეპრესიულ და ნეგატიურ სტატუსებს.
ხოლო ისინი, ვინც პოზიტიურ ინფორმაციას იღებდნენ, შესაბამისად პოზიტიური გამომჟღავნებით გამოირჩეოდნენ. ამის მიხედვით Facebook-მა შეიტყო რამდენად დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია მომხმარებლის ქცევაზე. ისინი ამბობენ, რომ ნეგატიური კონტენტი ზოგიერთ მომხმარებელს აიძულებს იშვიათად შემოვიდეს საიტზე. ეს კი კომპანიისთვის საჭირო ინფორმაცია იყო. არ ვიცით რამდენად შეგაშფოთათ ამ ამბავმა, მაგრამ ჩვენ გირჩევთ, შეამციროთ ვირტუალური არსებობა რეალურის სასარგებლოდ. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს საინტერესო და ეფექტური საშუალება, რომელიც დაგვეხმარება გავთბეთ. იმისათვის, რომ ცივ ოთახში ტემპერატურა გათბეს, საჭიროა საკმაო ფულის და რესურსების ხარჯვა. თუმცა მეცნიერებმა მოიფიქრეს გათბობის ახალი სისტემა local warming-ი. რეალურად ეს არის ერთგვარი შუქდიოდური პროჟექტორის პროტოტიპი. სისტემა ავტომატურად ამოიცნობს თქვენი გადაადგილების ტრაექტორიას და თქვენივე მისამართით აგზავნის სითბოს სხივებს. ამიტომ საჭირო აღარ არის ცივი ოთახის სრულად გათბობა, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს და გაცივებას გადარჩეს. მეცნიერების თქმით, ამ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს, რადგან იგი არა მარტო ზოგავს ხარჯებს, არამედ არის ეფექტური საშუალება სიცივეში ადამიანის სწრაფად გათბობისთვის, ყოველგვარი მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. როდის დაინერგება მისი სერიული წარმოება, ამ ეტაპზე უცნობია. ციფრული დაიჯესტი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ვიდეო თამაშების გარეშე. რამდენიმე წუთი სწორედ ამ სფეროს სიახლეებს დაეთმობა. The tech that the next gen consoles. ცნობილი სერიის Call of Duty-ს მორიგი პოპულარული ნაწილის შემქმნელებმა გამოაქვეყნეს ახალი ვიდეო დღიური, რომელიც მიეძღვნა ანიმაციას, მოძრაობების და სახის ემოციის დაფიქსირებას. ანიმაციის და არტ დირექტორები გვიყვებიან, რომ ისინი ცდილობენ გააკეთონ თამაში ფოტორეალისტური. ამისთვის სტუდია იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს. სიუჟეტი ვითარდება მომავალში, კერძოდ 2054 წელს. მთავარი ბოროტის როლს თამაშობს ცნობილი მსახიობი, ოსკარის სამგზის ლაურეატი კევინ სპეისი. თამაშის პროცესის პირველი დემონსტრაცია წარდგენილი იყო E3-ზე. ამის შესახებ ჩვენს წინა გადაცემაში გიამბეთ კიდეც. რელიზი დაგეგმილია ამავე წლის 4 ნოემბერს, ყველა ცნობილ სათამაშო პლატფორმაზე. And then they're gonna realize, oh my god, that's a game. That's crazy. VGX 2013-ის ყველაზე დასამახსოვრებელი ანონსი გახდა ბრიტანული დამოუკიდებელი სტუდიის მიერ შექმნილი არაორდინალური თამაში No Man's Sky. ეს ვიდეო თამაში არის ერთგვარი მრავალ მომხმარებელზე გათვლილი სიმულატორი, რომელიც დაგეხმარებათ გამოიკვლიოთ მასში არსებული სამყარო. იგი დაფუძნებულია პროცედურული გენერაციის თემაზე და მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებს. თამაში წარმოდგენილია მთელი სამყარო, სადაც არის ყოველი ატომი, რომელიც შემთხვევით შეიქმნა. მოთამაშეებს შეეძლებათ გადაადგილდნენ თავისუფლად, ჩაყვინთონ ოკეანის სიღრმეებში, ან გაიჭრან კოსმოსური ხომალდებით გალაქტიკის გამოსაკვლევად. სტუდია Hello Games-ის ხელმძღვანელის შონ მიურეის თქმით, ამ თამაში არ არსებობს არც ერთი ფონური გამოსახულება. ნებისმიერი ობიექტი, რასაც მოთამაშე ხედავს, არის ვირტუალურად რეალური და შეიძლება მას მისწვდეს. ყველაზე შორს მყოფი მთის მწვერვალიც კი შესაძლებელია დაიპყროთ. ასევე კოსმოსში ყველა ვარსკვლავს ჰყავს საკუთარი პლანეტა, რომელსაც მოთამაშე ასევე შეძლებს მისწვდეს. გარდა ამისა, ყველა პლანეტაზე არის საკუთარი ეკოსისტემა, განუმეორებელი ფლორით და ფაუნით. ნებისმიერ პლანეტაზე არის ძვირფასი ბუნებრივი რესურსებიც, რომელთა გამოც მოთამაშეებს მოუწევთ ბრძოლა, როგორც პლანეტაზე, ასევე კოსმოსში. ამ დროისთვის თამაშის გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია. საუკეთესო თამაშის შემქმნელები არა მარტო ფინანსურ სარგებელს იღებენ. არსებობს ცერემონიალი, სადაც ისინი ტიტულოვანი ჯილდოს მფლობელები ხდებიან. ყოველწლიური პრემიის Game Critics Award-ის ორგანიზატორებმა გამოავლინეს E3-ზე წარდგენილი საუკეთესო თამაშების სხვადასხვა ნომინაციებში. ყველაზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვა სტუდია Turtle Rock-ის შემქმნელმა კოოპერატიულმა შუთერმა Evolve. ეს თამაში ნომინირებული იყო 6 სხვადასხვა კატეგორიაში და აქედან 4 ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. მან მოიპოვა შემდეგი ტიტულები: წლის საუკეთესო თამაში E3-ზე, საუკეთესო თამაში კონსოლებისთვის,
საუკეთესო ექშენი და საუკეთესო ონლაინ მულტიპლეის მქონე თამაში. ახლა გავეცნოთ სხვა ნომინაციაში გამარჯვებულ თამაშებს. საუკეთესო ორიგინალური თამაში No Man's Sky. საუკეთესო კორპორატიული თამაში Super Smash Bros. საუკეთესო კომპიუტერული თამაში Tom Clancy's Rainbow Six Siege. საუკეთესო მოწყობილობა Oculus Rift. საუკეთესო სათავგადასავლო თამაში Batman Arkham Knight. საუკეთესო RPG თამაში Dragon Age Inquisition. საუკეთესო საბრძოლო თამაში Super Smash Bros. საუკეთესო სათამაშო რბოლა The Crew. საუკეთესო სპორტული თამაში NHL 15. საუკეთესო სტრატეგიული თამაში Civilization Beyond Earth. საუკეთესო სოციალური პლატფორმერი Mario Maker. საუკეთესო დამოუკიდებელი თამაში No Man's Sky. სპეციალური პრიზი ინოვაციური გადაწყვეტილებისთვის No Man's Sky. აღნიშნული პრემია იმართება ყოველწლიურად 1998 წლიდან. ის ამის გამოფენის ორგანიზატორებისაგან სრულიად დამოუკიდებლად. წელს კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა უცხოური პრესის 39 წარმომადგენლით. ხშირად ხსმენია, რომ კომპიუტერული თამაშები ადამიანის ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ამის დასადგენად სპეციალური კვლევებიც კი ტარდება. კომუნიკაციის მეცნიერებათა დოქტორმა მეთიუ გრიზარდმა ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი ვიდეო თამაშების ამორალური და აგრესიული ზემოქმედების დასადგენად. ერთი შეხედვით რეზულტატი არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. აღნიშნულ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 185 ადამიანმა, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების დროს სცენის შესაბამისად გამოხატავდნენ აგრესიას და ახორციელებდნენ ამორალურ ქმედებებს ვიდეო თამაშებში. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გეიმერებმა გაიარეს სპეციალური ტესტი, რომელიც შედგებოდა 30 კითხვისგან. თუ ტესტის შედეგებს დავუჯერებთ, დანაშაულის გრძნობა გამოავლინა სწორედ იმ მოთამაშეებმა, რომლებიც ვიდეო თამაშში ავლენდნენ აგრესიას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირტუალურ რეალობაში ვანდალიზმის და აგრესიის გამომჟღავნება ადამიანებს მორალურ შეგრძნებებს უმძაფრებს და არა პირიქით. ამჯერად გავიგოთ, როგორ შეიძლება 3D პრინტერის განვითარებამ სამედიცინო სფეროს ახალი შესაძლებლობები მისცეს. ტექნოლოგიების და მედიცინის მჭიდრო კავშირზე ყველაზე კარგად მეტყველებს ბოლოს მომხდარი ფაქტი. 5 წლის პაციენტს ექიმებმა ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუდგინეს და სწორედ ამიტომ მას სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია, რომლითაც მოხდა კიბოს უჯრედის მოშორება. ურთულეს ოპერაციას წინ უძღვოდა საინტერესო ფაქტი. მედიკოსებმა 3D პრინტერის მეშვეობით დაბეჭდეს პაციენტის საოპერაციო სხეულის ასლი, სადაც არტერიები და სხვა ორგანოებიც ზუსტ ანალოგს წარმოადგენდა. სწორედ მასზე გაიარეს რეპეტიცია ურთულესი ოპერაციის რეალურ ჩატარებამდე. ასევე დაამზადეს მეორე ასლიც, კიბოს უჯრედის გარეშე. მისი საშუალებით ექიმებმა ზუსტად იცოდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო შედეგი ოპერაციის შემდეგ. შედეგმაც არ დააყოვნა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ 3D პრინტერის გამოყენებით უკვე შეძლეს კუნთის ქსოვილის დაბეჭდვა. ეს არის ადამიანის ქსოვილის ზუსტი ასლი და მას ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორც ნამდვილ კუნთს. თუ რაში შეიძლება ხელოვნურად დამზადებული დეტალების გამოყენება, ამ კითხვაზე პასუხს გასცემს ფაქტი, რომლის მიხედვითაც არწივის დასახმარებლად ამავე პრინტერით დაბეჭდეს ხელოვნური ნისკარტი. მეცნიერები აცხადებენ, რომ ფრინველის ორგანიზმმა ხელოვნური ორგანო კარგად მიიღო და სწრაფად შეეჩვია. ასე რომ გამორიცხული არ არის, 3D პრინტერის განვითარების ახალმა ეტაპმა იმპლანტირების სისტემაში გარღვევა მოახდინოს. წიგნი თუ ფილმი? ეს კითხვა დიდი ხანია ისმის. ჩვენ მასზე პასუხის გაცემას არ გეგმავთ, მაგრამ ტექნოლოგიური განვითარება წიგნებსაც ეხება.
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა შექმნეს ეგრეთ წოდებული სატარებელი წიგნი, რომელიც გამოიყენებს ერთმანეთთან დამაკავშირებელ სენსორებს და ვიბროძრავებს ემოციების და ფიზიკური მდგომარეობის იმიტაციისთვის. ტრადიციული წიგნი იწვევს ემოციებს და თანაგრძნობას სიტყვების და ნახატების მეშვეობით. ახლა კი შექმნეს წიგნი, რომელიც არის პროტოტიპი ცნობილი ნაწარმოების The Girl Who Was Plugged In. წიგნის ყდაში ჩაშენებულია დიოდები, რომელიც იძლევიან სხვადასხვა ფერის ფონურ განათებას სხვადასხვა ინტენსივობით კონკრეტული გვერდის ტექსტის შინაარსზე. ასევე ტანზე მკითხველი ჩაიცმევს სპეციალურ კომპლექტს, რომელიც შეცვლის ტემპერატურას და ვიბრაციული მექანიზმებით იმოქმედებენ გულის ცემის სიხშირეზე. გარდა ამისა, ტანზე განთავსდება სპეციალური ჰაერის ბალიშები, რომლებიც სიუჟეტის მძაფრ მომენტებში შექმნიან შესაბამის მძაფრ გრძნობებს. ალბათ ეს უცნაური მოწყობილობა საჭიროა დღევანდელ დღეს, რადგან ადამიანები სულ უფრო და უფრო კარგავენ თავის ემოციურობას. დამშვიდობება არ მიყვარს, მაგრამ როდესაც მომავალ შეხვედრამდე სულ რაღაც 7 დღე რჩება, თამამად შეიძლება გითხრათ. ნახვამდის.